იმერული დერბი დიდი ინტერესს იწვევდა. ერთმანეთს ლიდერები და მეზობლები ხდებოდნენ. და კიდევ გია გეგუჩაძის ტორპედო მის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა. მაყურებელმა ლამაზი და დაძაბული თამაში იხილა. პირველი რეალური მომენტი ტორპედომ შექმნა, მაგრამ ბოლქვაძემ დროულად ვერ დაარტყა და მეკარე მამალაძემ მდგომარეობა განმუხტა. ანგარიშის გახსნა შეეძლო გრიგალაშვილს. კარგად ითამაშა ტორპედოს მეკარე მიგინეიშვილმა. 35 წუთზე დვალის საქცევის გამო მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ საჯმა თამაში გააგრძელა. თამაშის სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. ზესტაფონელები უპირატესობას ფლობდნენ, ტორპედო კი მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა. ანგარიშის გახსნას სცადა დოლიძემ, მამალაძემ ზესტაფონი გადაარჩინა. სტუმართა მორიგი შეტევა გოლით დასრულდა. მეკარისა და მცველის შეცდომით დიღმელაშვილმა ისარგებლა და ტორპედო დააწინაურა. ზესტაფონელები ანგარიშის გათანაბრებას ეცადნენ, მაგრამ კარგად თამაშობდა ტორპედოს მეკარე. ბოლო წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ იოსელიანმა სუსტად დაარტყა. გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ტორპედომ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო. მეორე ადგილზე დაწინაურდა და ლიდერ ზესტაფონთან ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა. ჩვენ ვცდილობთ ყოველ თამაშში მაქსიმუმი ამოვწუროთ ნებისმიერი თამაშიდან და მოხარული ვარ. ძალიან კაი საფეხბურთო გარემოა, თქვენ ნახეთ ორი ღირსეული გუნდის თამაში. იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბული. იყო გულშემატკივრების პაიქრობაც აქ და ხარდაჭერა როგორც ერთი გუნდის მიმართ, ისე მეორესი და სასიამოვნოა მე ამ სტადიონზე არაერთი თბილი წუთები განმისწია როგორც ხმელს და მოხარული ვარ, ეხლა ამ შემთხვევაში წრესი გამომივიდა. გახარებულები ვართ რომ მოვიგეთ, მაგრამ ჯერ ადრეა რამე რაღაც ყველაფერზე ლაპარაკი წინ დიდი მარათონია, კიდე ბევრი სათამაშო გვაქვს, ერთი ჩვეულებრივი რიგითი თამაში მოვიგეთ რა. რა თქმა უნდა, გასახარია რომ ზესტაფონი საქართველოს საუკეთესო გუნდია და მოვუგეთ და სამი-ქულა ჩავიწერეთ. შევეცდებით რომ მაღალი ადგილებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. თანაბარი თამაში იყო, სადაც ქუთაისს გაუმართლა თავის მომენტი გამოიყენა, რამოდენიმე ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს, მაგრამ ერთი გამოიყო. ჩვენ რამოდენიმე ჰქონდა, ვერც ერთი ვერ გამოვიყენეთ. დავამარცხეთ, ხდება, სულ ვერ გაიმარჯვეთ. ძალიან კაი სანახაობა იყო დღეს, კაი ფეხბურთი იყო, მე მგონი ყველა მისიამონა და ჩვენ ამ მარცხს არაფერს არ ვაწევთ. ერთმა გუნდმა და მეორემაც კაი ფეხბურთი ითამაშა, უბრალოდ გაიმარჯვა.